იმის და ჩვენთან სტუდიაში არის ბატონი დავით კუხალაშვილი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში. და ლევან ისეთი დრო მოვიდა, რომ ყველაზე საჭირო პროფესიაა, მე მგონი ახლა უკვე ამის ცოდნეობა. ნებისმიერ სახელმწიფოს ცხოვრებაში უშიშროება საკვანძო როლს თამაშობს და ჩვენ დიდი პატივისცემით ვეპყრობით ყველა ოფიცერს, ვინც ემსახურება არა გლობალისტებს, არა ამერიკელებს, არა რუსებს, არა ირანელებს, არა თურქებს, არამედ საქართველოს სუვერენიტეტს და ამ მენტალობის და ამ პროფესიის და ამ სფეროში გარკვეული ხალხის აზრი ჩვენთვის ყოველთვის ძალიან საინტერესოა. მადლობთ ბატონ დავითს მომბრძანებისთვის და გამარჯობა ბატონ დავით და ნებისმიერ იმ თემაზე, რაზეც ვისაუბრეთ პირველ ნაწილში, გთხოვთ რომ აირჩიოთ რაზე ვისაუბროთ. ან იქნება მესამე გვთავაზოთ, რომ რა ხდება ახლა ვთქვათ სომხეთ-აზერბაიჯანის ფრონტზე და რა ხდება ახლა მაგალითად საქართველოს რაღაცნაირად არევის ფრონტზე, აი უკანასკნელი ასე ვთქვათ ნიუზები რა არის მაგ ფრონტებიდან და სიამოვნებით მოგისმენთ, დაგისვავთ კითხვებს და რაღაცაში ჩვენ აზრსაც მოგახსენებდით. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის და ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის. მადლობა იმ შეფასებისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ. იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ ჩვენი სკოლგა 50 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რასაც თქვენ უსაფრთხოების სკოლგა, რომ ეს ყველაფერი ჩამოშლილიყო და რეალურად არ ყოლოდა ის კოჰორტა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემის უზრუნველყოფი ადამიანებზე მაქვს საუბარი და ოფიცრებზე, რომლებიც ნეიტრალური იქნებოდნენ ყველა პოლიტიკური პროცესისაგან, პროგანწყობებისაგან და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის იბრძოლებდნენ. სამწუხაროდ დღეს ეს შედეგი გვაქვს და სამწუხაროდ ამის გამოსწორება ესეთი ტემპებით და ესეთი მიმართულებით, რაც ჩვენ ავირჩიეთ, პრაქტიკულად წარმოუდგენელი. აქვს ესეთ ქვეყანას, რომელსაც ეს სისტემა მოშლილი აქვს ჩანსი, აი ესეთ კარტეხილებში გადარჩეს, რაც ჩვენ გარშემო ხდება. ერთადერთი გზა, რაც მეტაფიზიკურ ნაწილს არ ვიძახე, ღვთისმშობლის, ესე იგი, პატრონაჟის თქვენს მაინც ჩებით. ამის და მიუხედავად. რომ გავანალიზოთ ის პროცესები, რაც ზოგადად ქვეყანაში და ქვეყნის ირგვლივ მიმდინარეობს და ჩემი მაღალი რწმენა იმისა, რომ ზუსტად ესე არის, რომ ღმერთს იმედზე ვართ დარჩენილი, სხვა დანარჩენი ის ძირითადი ანალიტიკური ღერძი და ინფორმაციულ უსაფრთხოების ღერძი, რაც სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს, პრაქტიკულად არ არსებობს და რეალურად არ გაგვაჩნია ის მიდგომები, რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. ეს გახლავთ სამეცნიერო მიმართულებები და ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ არ შეიძლება იყოს მყარი და სარგებლის მომტანი თუ შენ არ გაგაჩნია შენი სამეცნიერო კვლევითი ცენტრები, სადაც არ მიმდინარეობს ესე იგი ამ მაღალი ინტელექტის მქონე ჯგუფისაგან დაკომპლექტებული ეს სამეცნიერო კვლევები. მასში უნდა შედიოდნენ რა თქმა უნდა მეცნიერები და პროფილური დარგის სპეციალისტები, მათ შორის დაზვერვისა და კონდაზვერვის და აგენტურულ ოპერატიული ფუნქციის მქონე სამსახურის თანამშრომლები. ეს არის მიზანმიმართული პროცესი. ცხადია, დიახბოდში რო გაწყვეტებ, ცხადია რომ ამ სისტემის არ აშენება და ჩამოშლა და განადგურება განზრახ მოხდა, იმიტომ რომ ასე გმართავენ ჩვენი ახალი პატრონები ბოლო 30 წელიწადია და მინდა გითხოთ ერთი მინდა ცოტა იუმორით იმას ქნა რა ქვია შევეშველო ამ უმძიმეს თემას და სულად გეთანხმებით იმაში რაც თქვენ ბრძანეთ და ძალიან კარგია ესეთი მიდგომა მით უმეტეს თქვენნაირი სფეროს პროფესიონალისგან, როდესაც ადამიანი მერთვის იმედზეა და ის ანეკდოტი გამახსენდა სულოცოდვილო, როცა კაცი იხჩობა და ნავი გამოივლის, მომეცი ხელიო და არაო მე ღმერთის იმედი მაქვს, მეორე გამოივლის, არაო მესამე გამოივლის, არაო დაიხჩობა და რომ მოხდება იქა საყვედურს ეტყვის უფალს, რომ მე შენ იმედზე ვიყავიო და რატო არ მიშველეოდ, რა ქვია შენაო, ეტყვის ეს თავის სახელს, ჩახედავ წიგნში და შეგაი კაცო, სამი ნავი გამოგიგზავნე და მეტი რა გამეკეთებიაო, ხო?
და აი ამ თვალსაზრისით ღერთის იმედი კაია, მაგრამ ჩვენც რო ცოტა ხელი გავანძრიოთ ხო კაია და აი თქვენაირ სპეციალისტს მინდა ვკითხო, რომ ასეთი დანგრეული სისტემის პირობებში თქვათ ხვალე გაგვიჩნდა პოლიტიკური ნება, რისი სუვერენიტეტის აღდგენის. აი როგორც აზერბაიჯანელებმა შეძლეს, ხო? ამა თუ ინფორმეთ. საიდან დაიწყებდით? აი ამ განადგურებული უკვე არავის აღარაფერს რო აღარ ჯერა კადრების უქონლობის პირობებში, იმიტომ რომ მან ხო კომპლექსური საკითხია, სამეცნიერო, კვლევითი, ტექნიკური, სადაზვერვო, ანალიტიკური, ძალოვანი მათ შორის და ჩვენ ყავს უამრავი პატრიოტი ოფიცერი, ძალიან მაგარი ხალხი, ვინც მრავალი წელია დააჩვიეს გულგაცრუებას, უიმედობას, მარტო ფულის კეთებაზე ჩალენჯს, მერიტოკრატიის, ანუ პროფესიონალური მაჩვენებლების თვალსაზრისით არ დაწინაურებას და მარტო იმ ხალხის დაწინაურებას, ვინც ლაქიობის და კლესობის და ერთი ადგილის ბოდიში კოცნის სასწაულებს ახდენს, ხო? და შეიქმნა ესეთი სუბკულტურა, რომელშიც ვერ ხარობს პროფესიონალი, წვალობს წლიდან წლამდე და იჩაგრება. და აი თქვენი აზრით, როდესაც მაგის დრო მოვა, საიდან უნდა დავიწყოთ ჩვენ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის კომპლექსური აღდგენა ისე, რომ აი ამ კორპუსს არაჩვეულებრივი ჩვენი პროფესიონალების და ოფიცრებისა, ვინც ხან ბრძანებებს ასრულებენ, რომ სისხლის კიბო დაგუმართონ და ხან რაღაცა სრულიად უკანონო რაღაცა მოიმოქმედონ ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, სწრაფად აღუდგეთ რწმენა იმისა, რომ ეს თურმე შესაძლებელი ყოფილა დაიკაპიცონ ხელები და ასე ვთქვათ, რაც შეიძლება მოკლე ხანაში ჩვენისთანა პატარა ქვეყანას გადააფარონ ის ფარი, რომელსაც ის იმსახურებს ღვთისმშობლის ფარველობის გარდა, რათა დაცული იყოს. ანუ რომ შევაჯამო ეს ჩემი ქაოტიური შეკითხვა, ესე ვიტყოდი, აი მთელი ამ პალიტრიდან მისახედი სფეროებისა, აი მოგვიყევით თუ შეიძლება ჩვენ როგორც დილეტანტებს, საიდან დაიწყებდით თქვენ ქართული შროების სისტემის რენესანსს. ეს უნდა იყოს კომპლექსური პროცესი და ზოგადად ჩემი ხედვა ესეთია, რომ ქვეყანას განვითარება, არც ერთ ქვეყანას განვითარება არ უწერია და სტაბილური ოპერატიული ვითარების შექმნა და შენარჩუნება თუ მას არ გააჩნია ერთ-ერთი ძლიერი სადაზვერო და კონტრსადაზვერო უწყება. პრაქტიკულად ეს ორი უწყება არის ის ძირითადი უსაფრთხოების აპკი სახელმწიფოსათვის, რომლის ბაზაზედაც აბსოლუტურად ყველაფრის ჩამოყალიბება შეიძლება. თუ გვინდა რომ ზოგადად გქონდეს უსაფრთხო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, როგორც შიდა ისე საგარეო პოლიტიკაში, ამ ღერძის გარეშე ზოგადად ესეთი ურთიერთობები არ არსებობს. და პარალელურ რეჟიმში აუცილებლად და უპირველესად მიმაჩნია ის, რომ სამეცნიერო ტექნიკური სეგმენტის განვითარება უნდა განხორციელდეს და ქართული უნივერსიტეტები ამას მნიშვნელობა არ აქვს, რომლებიც გამორჩეული არიან, თქვათ, გარკვეული სპეციფიური მიმართულებებით, ისინი ჩართული უნდა იყვნენ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემის შექმნაში. აი ეს არის ორი ძირითადი და პირველადი მიმართულება, რომლის განვითარებაც უნდა დავიწყოთ. რაც შეეხება მე ძალიან კარგად გავიგე თქვენი შეკითხვის შინაარსს და გეთანხმებით, რომ პრაქტიკულად ყველა დონეზე საქართველოს დაზვერვისა და კონტრდაზვერვის უწყებაში, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჩვენ გვყავს უნიჭიერესი თაობები და უნიჭიერესი ადამიანები. როდესაც მე ვსაუბრობ იმ პრობლემაზე, რასაც ქვია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ღერძის ჩამოშლა, ამ შემთხვევაში გულისხმობ იმ პირებს და პირთა ჯგუფებს, რომლებიც ორიენტირებული არიან პრო-განწყობებზე, უცხო ქვეყნების პრო-განწყობებზე და ზოგადად არანაირი პრინციპები არ გააჩნიათ და ემსახურებიან სამწუხაროდ ალბათობის მაღალი ხარისხით კრიმინალურ სამყაროს და ფინანსურ წრეებს, იმ წრეებს, რომლებიც პრაქტიკულად 50 წლის განმავლობაში აზიანებენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ამიტომ რესურსი, შიდა რესურსი და მნიშვნელოვანი რესურსი არსებობს და მინდა მოსახლეობას ვაცნობო კიდევ ერთი ფიქრობ მნიშვნელოვანი გარემოება, რომ საქართველოს უნივერსიტეტებში არიან ძალიან მაღალი ინტელექტის მქონე ახალგაზრდები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ისევ ამ სტრუქტურებში და სხვა სტრუქტურებში გადასანაწილებად. ესე რომ ამით მნიშვნელოვანი
ტვირთიც მოიხსნება სახელმწიფოს, რომ პრაქტიკულად ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად სწავლობენ, გამოირჩევიან მაღალი ინტელექტით, ჩვენ და სამწუხაროდ გამოირჩევიან ძალიან დიდი უიმედობით. და ეს უიმედობა შექმნილია სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია სწორი საკადრო პოლიტიკა. ესე იგი, უსაფრთხო საკადრო პოლიტიკის შექმნის გარეშე წარმოუდგენელია, რომ რომელიმე სისტემა მიარსებოს. ამიტომ ეს სამი ძირითადი მიმართულება, ძირითადი კომპლექსი უნდა იყოს საფუძველი შემდეგ სახელმწიფოს განვითარების. აი შემიძლია რომ მოკლედ ესე ავწერ. დიდებული, აი შემდეგი შეკითხვა, მოდით ესეთ ცოტა ტელეგრაფულ რეჟიმში გავიაროთ, იმიტომ რომ ბევრი კითხვა მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ პირველ საუბარში ვერ ჩავეტევით და თუ თქვენი დაინტერესება იქნება და თუ დროს მომნახავთ, იქნებ გავაგრძელოთ ეს საუბრები, მაგრამ შემდეგი შეკითხვა ასეთი მაქვს. გასაგებია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომ ვართ იმ დღეში, რომელშიც ვართ, არის ჩვენი პოლიტიკური იდიოტური ორიენტაცია, ანუ ერთ ძალის ცენტრზე სრული ჩვენი დამონება, ყველა სხვა ცენტრთან დაპირისპირება და ამის შედეგად დეგენერაცია, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოების სისტემებისა. იმის და მე როგორც ვიცი და თქვენ ალბათ კი არა უკეთესად იცით, მთელი ჩვენი უშიშროება უბრალოდ არის სატელიტი ამერიკული უშიშროების სისტემისა და ხედავს იმას, რასაც ისინი ნებართვას აძლევენ და მეტი არაფერს დიდათ რა, ანუ აბსოლუტურად კასტრირებულია სხვა მიმართულებით. ეხლა გასაგებია, რომ იმისთვის რომ ქვეყნის სუვერენიტეტი აღვიდგინოთ, ჩვენ უნდა მათ შორის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია გადავაბალანსოთ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სისტემები სხვადასხვა ძალის ცენტრებთან თანამშრომლობაზე. ანუ შენთვის არ უნდა იყოს ტერა ინკოგნიტო, არც რუსული, არც ისრაელის, არც ირანის, თურქეთის, ჩინეთის უსაფრთხოების სისტემები და შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენი სუვერენიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, შენ მათ სისტემებზე უნდა გქონდეს წვდომა და შენი რაც თავარია კორპუსი და სისტემა არ უნდა იყოს მონამორჩილი ამერიკელებისა, უпростоრად გლობალისტებისა, ხო? და ეხა ეს ჩვენ პატრონებს სულ არ ჭირდებათ და საკმარისია გაფაჩუნდე, ანუ ერთი ესეთი ლაპარაკიც კი საკმარისია, ჯვარი გწერია, რომ სისხლის კიბო დაგვემართოს, ტყვია მოხდეს და მაგრა დავისაჯოთ იმისთვის, რომ ვბედავთ საჯარო ჭრილში ესეთ რაღაცებზე საუბარს, მაგრამ ნახან გავბედეთ და აქამდე მოვედით და ვაგრძელებთ ამ საუბრებს. მინდა გკითხოთ ასეთი რამ, აი როგორ შეიძლება დავიწყოთ საქართველოს უშიშროების სისტემის გამოყვანა ნატოს და ამერიკელების მონობიდან, ღმერთმა დაგვიფაროს, არა დაპირისპირება მათთან, არამედ მისი გახსნა და ასე ვთქვათ, უფრო უკეთესი თანამშრომლობა სხვა მნიშვნელოვან ძალის ცენტრებთან, რათა გამდიდრდეს ჩვენი უსაფრთხოების სისტემა და ამის შედეგად მათ შორის გაეზარდოს ქვეყნის სუვერენიტეტი. პირველ რიგში ამისათვის საჭიროა ხელისუფლების პოლიტიკური ნება. ხელისუფლება, რომელიც დღეს გვყავს და ხელისუფლება, რომელიც ხვალ გვეყოლება, თუ მისი პოლიტიკური ნება არ იარსებებს, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ ჩვენ ამ მიმართულებით რაიმე წინსვლა გქონდეს. ზოგადად მე ესე მიმაჩნია, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ნებისმიერ სახელმწიფოსთან შეიძლება როგორც ლეგალური, ისე არალეგალური ურთიერთობა სადაზვერო კოორდინაციის საფუძველზე და ესე რომელიმე პროგანწყობით მიდგომები ვფიქრობ, რომ არასწორი არის. ამერიკის შეერთებული შტატებთან ამგვარი დამოკიდებულება სამწუხაროდ არა მარტო სპეცსამსახურებში შეიძლება თავდაცვის სამინისტროში და ჩვენ პრაქტიკულად მივიღეთ ის რაც მივიღეთ და წუხვა რომ იგივე ანალოგიას ვხედავ რაც 18-21 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და მაშინაც კი სხვადასხვა არა დაუსაბუთებელი мотиваციის გამო ძალიან მაღალი დონის როგორც დაბალი ისე მაღალი რანგის ოფიცრები იდევნებოდნენ როგორც თავდაცვის სამინისტროდან შეერაღებულ ძალებიდან ისე სპეცსამსახურებიდან და არ უნდა დაგვაუწყდეს რომ იმ პერიოდშიდაც ჩვენ გვყავდა სტრატეგიულ პარტნიორად არჩეული დიდი ბრიტანეთი ეს კიდევ საკითხავია ის იყო არჩეული მე ვფიქრობ რომ პირველი ანექსიის ნიშნები სწორედ ერთ-ერთი პირველი ანექსიის ნიშნები სწორედ დიდი ბრიტანეთის მიერ განხორციელდა როდესაც ის შემოიჭრა საქართველოში და ხელისუფლებამ შემდეგ აღიარა ის რაც ფაქტობრივი მდგომარეობით იყო.
ესეთ პროცესებს ვხვდებით ჩვენ. მოაჭრა საქართველოს ლორე ბოდიში მოაჭრა საქართველოს დაშნახის უნების თავდასხმის მერე სომხეთის მხრიდან მოაჭრა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ლორე ტაშირი და აჩუქა სომხეთს. დიახ, და პრაქტიკულად იგივე პროცესები განვითარდა 50 წლის განმავლობაში. ყოველგვარი დასაბუთების გარეშე რეალურად ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან განდევნილი სპეცსამსახურები და ამიტომ კიდევ ერთხელ თქვენს პირველ შეკითხვას შევავსებ, რომ თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვითარება უნდა გამოვიდეს ყოველ შემთხვევაში უცხო ქვეყნების სადაზვერო კონტროლისაგან, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ჩვენ გარეთაც გვყავს მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებსაც ჯერ კიდევ გააჩნიათ ის ასაკი და ის გამოცდილება, რომელიც აუცილებლად გამოადგება სახელმწიფოს და მათ გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ეს სისტემა გაიმართოს. მაგ თქვენს ბოლო კომენტარს მინდა დაუბრუნდე, თქვენ დაასწარეთ ჩემს ორ შემდეგ შეკითხვას, რაც ძალიან მახარებს და ბოლოში რაც თქვით მაგას შემდეგ შეკითხვაზე მინდა დაუბრუნდე, მაგრამ ეხლა მესამე შეკითხვა ასეთი მაქვს და შენდობას ვითხოვ, რომ ესეთი დაკითხვის ფორმით, მაგრამ დარწმუნებული ვარ მაყურებელსაც ძალიან აინტერესებს ეს თემები და სოთიკო ნუ მომცემ გთხოვ უფლებას მონოპოლიზაციისა და იმ 15 წუთში რაც დაგვრჩა მაქსიმალურად შენც იმონაწილევე, მაგრამ ორი შეკითხვა კი მაქვს რა და დავიწყებ მესამეთი, რომელსაც თქვენ უკვე შეეხეთ თქვენი წინა პასუხის დასაწყისშივე. მინდოდა მეკითხა რა არის კვინტესენცია, რაც გვაკლია, ანუ მეხუთე ელემენტი, რაც უნდა გაჩნდეს, როგორც ეს magic კრისტალი, რომ ეს ყველაფერი ამუშავდეს და თქვენ უკვე ეს თქვით, პოლიტიკური ნება, ხო? ეხლა ეს პოლიტიკური ნება დაკავშირებულია პირად გადაწყვეტილებისა, ამ შემთხვევაში ბიზნესი, რომელიც ვერ გაცდა იმას, რომ თავის დაცვის უფროსი ყავდეს უშიშროების უფროსად. მე არ ვიცი, შეიძლება ძალიან კაი კაცია და ძალიან კომპეტენტური, მაგრამ ფაქტია, რომ ამ 12 წელიწადში მხოლოდ გაგრძელდა ჩვენი უშიშროების სისტემების დეგენერაცია და ამას ხედავთ ყველა მიუხედავად კიდევ ერთხელ არავის არ ვეპათხალიმები ძალიან ბევრი მაგარი ოფიცერისა უშიშროების და თავდაცვის სისტემაში, ხო? და ეხლა ვიძინა რომ მანდრაჟის რეჟიმიდან ვერ გამოვა და ვერასდროს ვერც ერთ ნაბიჯს ვერ გადადგავს, ჩემთვის ეს ცხადია, იმიტომ რომ მისთვის თავარი არის პირადი კომფორტი, უსაფრთხოება და ასე ვთქვათ, მატერიალური წარმატება, მაგრამ მე მაინტერესებს ერთი რამ, აი დაუშვათ ხვალ ღმერთმა ინება და ეროვნული ყაიდის ალალი პატრიოტები მოვიდნენ ხელისუფლებაში, ხო? და გადადგეს ეს ანუ გაჩნდა ის პოლიტიკური ნება, რომელიც არ არსებობს ახლა, ხო? რა რჩევას მიცევდით თქვენ მათ, რათა ეს ადამიანები ძალიან ჩქარა არ დაგვიხოცონ, თქვათ, იგივე ანგლოსაქსებმა და გლობალისტებმა, რომლებისთვისაც საქართველოს ესეთი გადაბალანსება იქნება, სრული კატასტროფა რა. აი რა უნდა გააკეთოს ეგეთა მმართველმა, რათა ასე ვთქვათ, გაიხანძლიოს თავისი პოლიტიკური სიცოცხლე და შესაძლოა თავისი ფიზიკური სიცოცხლეც იმისთვის, რომ ეს ამოცანა ბოლომდე მიიყვანოს. როგორ უნდა, რა არის მეთოდები, შეიძლება საჯაროდ ყველაფრის თქვა არ შეიძლებაოდეს თქვენი აზრით, რაც პოლიტიკოსმა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ არ მოკლან პირველივე დღეს სუვერენიტეტის ზრდის მცდელობისა უშიშროების წარმომადგენლებმა. კიდევ დაუბრუნდები იმ თემას, რომ ამ ორი სამსახურის სრულად მობილიზება უნდა განხორციელდეს, ამ ორი სამსახურის გამართული მუშაობის გარეშე პრაქტიკულად ის, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ღმერთმა ქნას, რომ ესეთი პროცესები საქართველოში განვითარდეს, ამ ორი სამსახურის ჩამოყალიბებისა და განვითარების გარეშე ამის წარმოდგენა პრაქტიკულად ჩემთვის შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ როდესაც პოლიტიკურ ნებაზე ვისაუბრეთ და თუ ამის დადებითი შედეგი გვექნება, მეორე პოზიციას გახლავთ ფინანსური შესაძლებლობები. აი ამ შემთხვევაში აუცილებელია ქვეყნის შიგნით იქნას მოძებნილი ის რესურსები, რომელიც იმ სამსახურების ჩამოყალიბებისათვის, ეროვნული სამსახურების ჩამოყალიბებისათვის იქნება აუცილებელი. სადაც კი 50 წლის განმავლობაში შევიდა უცხოური კაპიტალი, აბსოლუტურად ყველა სამსახური დაექვემდებარა უცხო ქვეყნის სადაზვერო ინტერესებს. აბსოლუტურად ყველა პროცესი იყო გაუთვლელი სამეცნიერო კუთხით და ყველა ხელისუფლება მოქმედებდა მეს პრინციპით. არც ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო არენაზე
არ ემყარებოდა მეცნიერულ კვლევას, როგორც სარგებლის, ისე წამგებიანობის თვალსაზრისით და დღეს სამწუხაროდ აღმოჩნდით იქ, სადაც აღმოჩნდით. ამიტომ ის საომარი მოქმედებები, რომელშიც საქართველოს არაერთხელ იქნა ჩათრეული და რომლის ცელობა დღესაც გრძელდება, ეს არის სწორედ მეს პრინციპით მიღებული გადაწყვეტილება და უცხო ქვეყნების სადაზვერო სამსახურებში კარგად გაწერილი და ლაბორატორიულად დადასტურებული კვლევის შედეგი. ძირითადი მოტივი უცხო სახელმწიფოებს და მათ შორის სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობაში ყოფ სახელმწიფოებს აქვთ ის რომ საქართველოში არ უნდა მოხდეს სტაბილურობის განცდის არსებობა. და ერთი რამ მინდა კიდევ საზოგადოებას უთხრა, მე მაქვს საშუალება რომ სტუდენტებს ვესაუბრო უშუალოდ ამ მიმართულებით, სწორედ ამ მიმართულებას ვასწავლი და ყველას ერთ და იგივეს ვეუბნები და ვასაბუთებ პრაქტიკული მაგალითები ჩვენ დღეს სამწუხაროდ ამის დრო არ აგვაქვს, რომ სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების დროსაც კი სადაზვერო საქმიანობას სახელმწიფოები ერთმანეთის წინააღმდეგ აქტიურად ახორციელებენ. სამწუხაროდ თუ დავაკვირდებით ჩვენ გონია რომ მეგობრები არ გუზვერავენ. ეს არის სწორედ იმ სადაზვერო პროპაგანდის ბრალი, რომელიც ძალიან კარგად აწარმოა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავის მიერ ეგრეთ წოდებული დაფინანსების სხვადასხვა ლეგალური თუ არალეგალური გზებით ჩამოყალიბებული ორგანიზაციების და მასმედიების საფუძველზე. ამიტომ საზოგადოება დროულად უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და საზოგადოება უნდა იცოდეს, რომ ძალიან ბევრი უბედურება, რომელიც საქართველოს შეემთხვა, მიღებულია უცხო ქვეყნების სადაზვერო სამსახურების ლაბორატორიებში. მათ შორის ის საომარი მოქმედებები, მათ შორის გარკვეულ სპეცოპერაციებში ჩართვა ჩვენი ჯარისკაცებისა. გითხრათ სიმართლე, ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე და დასახიჩრებაც კი არ მიღირს იმათ, რა შეფასებებსაც ამერიკის შეერთებული შტატები და ხელისუფლების სხვადასხვა ხელისუფლებების წარმომადგენლები აკეთებენ. ჩვენ რეალურად ვემსახურებთ უცხო ქვეყნების ინტერესებს და რეალურად საკუთარი ინტერესების საფასურად ვერ მივიღეთ ელემენტარული რამ, რომ სტაბილურობა და სიმშვიდე შენარჩუნებულიყო ქვეყანაში. ამიტომ ყოველთვის ვაპელირებ იმაზე, რომ აუცილებელია გადაიხედოს სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩო. ყველა ქვეყანასთან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, მტრულ დამოკიდებულებაში ხარ მასთან თუ ზოგადად არანაირ დამოკიდებულებაში, შენი უპირველესი მოვალეობაა, რომ გაგაჩნდეს ინფორმაციები სარგებლიანობის შესახებ, შეიძლება საერთაშორისო ურთიერთობები არის ცვალებადი პროცესი. მუდმივი ცვალებადობა ხდება ამ ფრონტზე, როგორ შეიძლება რომ მუდმივად იყო ჩამოგიდებული ერთ სტრატეგიულ პარტნიორს. ყველაფერი ძველდება და შესაბამისად უნდა ეძიო ისეთი და ზოგადად ამჯერა ამ ფრაზის არანაირი სტრატეგიული ურთიერთობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არ არსებობდა სტრატეგიული პარტნიორობა, მაგას უნდა გადავერქვათ სტრატეგიული პატრონობის ხელშეკრულება რა, სტრატეგიული არანაირი პატრონობა და მაინც ჩვენ ვფიქრობ, რომ გჭირდება გარკვეული ქოლგა და სახელმწიფო, რომელიც შექმნის იმ ქოლგას, რომელიც ესაჭიროება ქვეყანას სიმშვიდისთვის, სიმშვიდის გარეშე ზოგადად რაიმეზე ფიქრი, წინსვლის ფიქრი პრაქტიკულად ჩვენ არ შეგვიძლია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს დროც დადგება. ორი კითხვა მაქვს. ბევრი რამე მინდა კითხოთ ბიოლოგიურ ლაბორატორიებზე, ონკოლოგიის ზრდაზე საქართველოში, დაავადებებზე, ასე შემდეგ, მაგრამ დავანებოთ ახლა თავი ვერ მოვასწრებთ. აი ორს მაინც ვიზავდა შოტიკო ბოდიში რა, რომ ასე ვთქვათ, ვიქცევი, მაგრამ უყურეთ, აი ერთი შეკითხვა არის სტრატეგიული, ასე ვთქვათ, დაშინება ჩვენი მტრების, იმიტომ რომ ყველა ვინც ქართველები ხოცა და ჩაგრა ყველაფერი შერჩათ. გენოციდი რაც მოგვიწყეს აფხაზეთში და ცხინვალში, ყველას ყველაფერი შერჩა. და მე მრავალი წელია ღმერთო მაპატიოს და სულოცოდვილო ვარ მომხრე იმისა, რომ როდესაც ჩვენ გვეყოლება ეროვნული პატრიოტული მთავრობა, ის სასტიკი ფაშისტები, ვინც ქართველების ბავშვებს აუპატიურებდნენ, ცოცხლად წვავდნენ, პაგრიშკებს, საბურავებს აცვავდნენ, ვიცით ხო ეს ყველაფერი, მოვნახოთ და დავსაჯოთ საჯაროდ რა. თან ისე რომ შეიძლება თუ ხელი არ მიგიწდება არალეგალურადაც რა. აი ერთ ჩვენი ერდილას გაიღვიძონ და აღმოჩნდეს რომ არ აქვს მნიშვნელობა. ვთქვათ, სადიმალება, ბაგრამიანის ბატალიონის სადისტი, იმ რუსეთშია თუ ამერიკაშია,
მას მოხდეს ის რაც თავის დროზე ებრაელებმა გააკეთეს და ეხლა ეს რისთვისაა საჭირო რომ ყველას უნდა ეშინოდეს რომ აცი შენ თუ ქართველს ეროვნული ნიშნით ან საქართველოს მოქალაქეს რაღაცას უზავ ადრე თუ გვიან შენ მოგნახავენ და შენ აღგებ პასუხს შენ ფაშიზმზე ხო და მაგისი წარმატებული მაგალითები ნუ მაგაში ვერავინ ვერ ჯობია ებრაელებს მაგრამ მაგის წარმატებული მაგალითები აქვს რუსებს თურქებს ამერიკელებს სხვათა შორის როგორი უცნაური არ უნდა იყოს ავსტრიელებს და თქვენი აზრით რამდენად ასე ვთქვათ საჭიროა ეს ქვეყნისთვის და რა უნდა მოხდეს იმისთვის რომ ეს ოპერატიული კუნთები ჩვენ ქვეყანას დაუბრუნდეს, გაეზარდოს და რამდენად დიდი როლი უნდა ითამაშოს ამაში არა ეროვნებით ქართველმა თქვათ ჩვენმა ოფიცრებმა, არამედ სხვა ეროვნების თანამშრომლებმა, რომელიც აუცილებლად უნდა მუშაობდნენ ჩვენი უშიშროების სისტემაში. რამდენადაც მივფლობ ინფორმაციას, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები მუშაობენ როგორც სპეცსამსახურებში, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროში, ისე თავდაცვის სამინისტროში და მათ აქვთ იდენტური განწყობა, რაზეც თქვენ ახლა ისაუბრეთ. თუ გადავხედავთ სადაზვერო საქმიანობის ზოგადად საქმიანობის ისტორიას და მეთოდოლოგიას, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. უბრალოდ ერთი რამ მინდა ახლა დავაფიქსირო ის გარემოება რომ ზოგადად 2003 წლამდე ჩვენ გაგვაჩნდა შესაბამისი ძალები და საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც ვერცეთი სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენელი იმას ვერ ბედავდა, რასაც პრაქტიკულად ჩვენ უკვე 2003 წლის შემდეგ ხვდებით. არსებობს სპეციალური განკარგულება, რომლითაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა პრაქტიკულად ეს ძალა და საშუალება მოუსპო საქართველოს და ალბათობის მაღალი ხარისხით ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა. რა განკარგულებაა ეს არის მე არ მინდა ხა თემაზე ცოტა მეტი ვისაუბრო, მაგრამ ეს არის განკარგულება ანუ საჯაროა ეს შესაბამისი არ ვიცი საჯარო არ ვიცი განსაიდუმლოებული იმ დროს ყველაფერი ხდებოდა და შესაბამისად არ არის გამორიცხული რომ ცოტა კიდე სხვა მიმართულებაც იყოს აქ განვითარება ფაქტია სახეზე რომ ესეთი ძალები საქართველოს გააჩნდა და პრაქტიკულად ესეთი ძალის გამოყენების შესაძლებლობა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, საქართველოს მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, საქართველოს მაშინდელმა უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრმა პრაქტიკულად და საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს პრაქტიკულად მოუსმო. ამიტომ მე ამ მეოცნებებმაც როგორც ყოველთვის არ გამოესარჩლენ, არ დააბრუნეს ეს ყველაფერი. ვერ გამოესარჩლებიან, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ახალზე სადაზვერო კოჰაბიტაცია. ეს არის ტერმინი, რომელთაც ადრე იქნება თუ გვიან იქნება სამართლებრივადაც შეფასდება ნებისმიერი ხელისუფლება. არავის არ აქვს უფლება, რომ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებზე, მათ შორის რომელზეც თქვენ საუბრობთ და არა მარტო ამ დანაშაულებზე, ჩვენ საუბრობთ მასირებულ ადამიანთა ხოცვაზე, რომლის შედეგადაც პრაქტიკულად შინაგან საქმეთა მინისტრს დაწესებული ჰქონდა საკმაოდ დიდი სოლიდური თანხა და ვერავინ ვეღარ აკონტროლებდა რეალურად ეს კრიმინალთან ბრძოლის დროს იყო დაღუპული ის ადამიანი და კრიმინალი იყო თუ სხვა ადამიანი, აი ამას როგორც ამ ფაქტზე ზოგადად ხელისუფლებას რეაგირება არ ქონია და თქვენ უკვე აღნიშნეთ რომ რეალურად საშინელ მდგომარეობაში ვართ იქიდან გამომდინარე რომ სახეზე გვყავს კომპრომეტირებული თანამშრომლები როგორც სპეცსამსახურებში ისე შინაგან საქმეთა სამინისტროში ან მეორე ფრონტზე რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მე ესე ვთვლი ყოველ შემთხვევაში მე ვერ წარმომიდგენია ქვეყნის ერთიანობა და ეროვნული საფრთხეების სისტემის მდგრადობა თუ ფინანსური წრეები არ იქნებიან სახელმწიფოს გვერდით. სამწუხაროდ ფინანსურ წრეებშიც უკვე გადაბარგდა ის პირები და პირთა ჯგუფები, რომლებმაც მკვლელობებით და ქვეყნის ინტერესების გაყიდვით მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებები. ამიტომ იმ ორ კატეგორიას, ორ საფრთხეზე, რომელზეც ჩვენ ცოტა ზემოთ ვისაუბრეთ, აუცილებლად ეს მიმართულებაც უნდა დავუმატოთ, იმიტომ რომ ფინანსური წრეების გარეშე საკუთარი ფინანსური წრეების გარეშე ვერ მოხერხდება ზოგადად ჩვენი წარმატებები და უნდა ვიცოდეთ ერთი რამ კიდე რომ უნდა მივიდეთ იმ მოდელამდე რომ სწორედ ფინანსური წრეები უნდა მონაწილეობდნენ სხვადასხვა
გეგმების დაფინანსებაში და ისინი უნდა იღებდნენ სახელმწიფოსთან ერთად სარგებელს საერთაშორისო ასპარეზზე მიღებული წარმატებებისათვის. ეს არის ის მოდელები, რომელიც მუშაობს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთის ფედერაციაში, ისრაელში და ეს შემდეგ და ეს შემდეგ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც ყურადღება გვმართოთ. სწორად გავიგე ბატონო დავით, რომ სანამ ხო, ერთ რაღაცას ვკითხავ. სწორად გავიგე, ანუ ბევრ ქვეყანაში დაზვერვა წინ უძღვება ბიზნესს, რომელიც მერე შედის იმ ქვეყანაში და რაღაც ესე იგი სარგებელს იღებს იქ, ხო? და ერთგვარად ეს ამათი ესე იგი ერთად ესე იგი მუშაობა არის სახელმწიფოდან ნებადართული და ესე იგი ხელშეწყობილი. კი ბატონო. საერთაშორისო ბაზრების დაპყრობა ზოგადად ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდოლოგია, რომელიც პრაქტიკულად სადაზვერვო აქტივობების გარეშე არ არსებობს. აი თუნდაც ჩვენ ქვეყანაში დუბლირებული პროდუქცია რო განვიხილოთ და ამაზე შორს არ წავალ, საკმაოდ კარგი ანალიზის საგანი უნდა იყოს სპეცსამსახურებისათვის, რატო გვაქვს დუბლირებული პროდუქცია. ეს ერთი მომენტი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზოგადად წარმოუდგენელია სადაზვერვო აქტივობების გარეშე და დიპლომატიური დაზვერვის გარეშე, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მოხდეს ჩვენი ბიზნესის გაფართოება. ეს არის მიღებული პრაქტიკა, უფრო მეტიც ერთი ბოდიშით რო გაწყვეტინებთ, უფრო მეტიც არსებობს ესეთი პრეცედენტები, რომ როდესაც მოსულმა ხელისუფლებამ თქვა ან ნაციონალიზაცია გამოაცხადა, ან თქვა გარკვეულად შეალახა კონკრეტული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების სპეცოპერაციის საფუძველზე ეს ხელისუფლება ჩამოცილდა ზოგადად თავის ადგილს. ეს დიდი ქვეყნები დიდსაც და პატარასაც შეუძლია. მთავარია ის პატრიოტული განწყობები და პოლიტიკური ნება. და ბირთვი, deep state რასაც ქვია. აბარა მე აი ეკონომიკაზე მინდა კითხოთ, იმიტომ რომ ეკონომიკას კორუფცია ანადგურებს და ნუ ჩვენ იმ რეჟიმში ვართ, რომ 12 წელია ოცნება 11 წელია ხელისუფლებაშია და ერთი კორუფციონერი არ დაუჭერია, ეგ ერთი ორი რაღაც საშაყირო საჩვენებელი. ანუ თავისიანებს ეგენი არ იჭერენ, თუ ვინმე ებრძვით ეგრევე ნაცი ხარ და ისა ნაცობა როგორ შეიძლება და ჩვენ თვალწინ მილიონერები გახდნენ, მერები, ქალაქების, მათი მოადგილეები, დეპუტატები გაღორდნენ, აღარ იციან რა მანქანებით იარონ, როგორ გაიზმანონ ინსტაგრამში და რაღაც ჯანდაბა ხდება ისევ ჩვენ თავს რა და და გადახლართულია გასაგებია ეს კორუფცია მე აღწევს ძალოვანებში, აჭმევენ იმათ, ერთმანეთს ხელი ხელს ბანს და ქვეყანა ღარიბდება, იმიტომ რომ სიცუდე კორუფციის იმაში არის, რომ ის კლავს მესაქმეობას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მოსახლეობაში აჩენს დაჩაგრული იმის სინდრომს, რომ ეს კასტა, რომლისთვისაც ყველაფერი შეიძლება და მათთვის არაფერი არ შეიძლება და სანაცვლოდ ხალხს თავაზობენ, რომ სამაგიეროდ ხო არ ხმარობთ ციხეებში, ხო არ გაუპატიურებთ, ცოცხლებს ხო არ გიყრით, იყავით ბედნიერები, ხო? და აი ესეთ მანკიერ იმასი წრეში, რომელშიც შეიკრა მთელი ქვეყანა რა. ანუ ტყუილის, არაკაცობის, ფულისათვის ყველაფერზე წამსვლელობის ისა და სხვათა შორის მაგავე პირობებში წესიერი მოხელე ჩინოვნიკი მაგრა იჩაგრება რა და იზოლებული ხდება რომ მიმონაწილეოს, იმიტომ რომ თუ არ იმონაწილეობს წინ ვერ წავა მაგ სისტემაში რა. აი ეს სისტემა გაამკვიდრა ბიზნესამ რა და ეხლა მაინტერესებს და უშიშროება ამას ყველაფერს გასაგებია ხედავს, მაგრამ უფლება არ აქვს ამაში ჩარევის. იმიტომ რომ ეხლა რო კონდეს უფლება, როგორ დავიჯერო კაცო, რომ ამდენი კორუფციონერის პირობებში ერთს მაინც არ დაიჭერდნენ და სამაგალითოდ არ გაასამართლებდნენ, ხო? და ეს მერე თავის მხრივ იწვევს აპატიას უსაფრთხოების ოფიცრებშიც რა, იმიტომ რომ უყურებენ ამას ყველაფერს და ყველაფერს აზრი ეკარგება. აი, თქვენთვის ყველაზე საინტერესო და მისაბაძი მაგალითი ესეთი ჭაობიდან ამოძრომისა საერთაშორისო პრაქტიკაში ვინ არის? ლი კუან იუ, სინგაპური? თუ აი ვინ? ვიზე მიუთითებდით, როგორც ასეთ შოუკეისზე, რომელსაც ჩვენ უნდა მივბაძოთ თუ როდისმე ღმერთმა ინება და დავიწყეთ აი ამ ქართული ოცნების და ნაცების კორუფციული ჭაობიდან ამოსვლა. რომელი ქვეყნის მოდელს მირჩევდით, რომ უფრო ღრმად გავაანალიზო და ვისწავლო რას აკეთებდნენ ისინი. მასე თუ აი როდრიგო დუტერტე როა თუ იმა ფილიპინებში თუ ვინ? აი ვინ მოგწონთ თქვენ ამ თვალსაზრისით საერთაშორისო პალიტრიდან? მე ვერცად მოდელს ვერ გირჩევდით სამწუხაროდ
მხოლოდ ერთს რაიმეს ვიტყოდი, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს ინფორმაცია ხელისუფალს, მომავალ ხელისუფალს ურჩევდი და დაინტერესებულ ხელისუფალს, რომელსაც უნდა ამ ვითარების შეცვლა, რომ პირველ რიგში უნდა არსებობდეს მაღალი დონის ანალიტიკური ინფორმაცია იმ ვითარების შესახებ, რომლის ირგვლივაც ჩვენ ალბათ გარკვეული ქმედებები უნდა განვახორციელოთ, რომლის მიხედვითაც გამოიკვეთება საფრთხეები, შემდეგ აუცილებლად შეფასდება რისკები და შესაბამისად მაკორექტირებელი ღონისძიებები მოხდება მხოლოდ ამის შემდეგ მისი ჩამოყალიბება. მე მაინც ვთვლი, რომ ჩვენ ვართ საკმაოდ მაღალი დონით უცხო ქვეყნების სადაზვერო გადაკვეთის წერტილი და ერთ-ერთი მოდელი, თქვათ, ამ შემთხვევაში ვერ იქნება განსაკუთრებული და მისაბაძი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ შემთხვევაში ყველაფერი იქნება ინდივიდუალურად გასაკეთებელი და მორგებული სწორედ ჩვენ სინამდვილეზე. ჩვენ რამაც სამწუხაროდ ვცდილობ, რომ ესეთ ტერმინები არ გამოვიყენო, მაგრამ რამაც დაგუყვა და მიგვიყანა იმ კონდიციამდე, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ, არის სწორედ მიმბაძველობის და არა თავსებადობის ბრალი, დაწყებული სისხლის სამართლის კოდექსიდან დაწყებული და აბსოლუტურად ამთავრებული ყველა მათ შორის საგანმანათლებლო სისტემაში დაუსრულებელი უაზრო რეფორმებით დაამთავრებული პრაქტიკულად ეს არის სწორედ მიმბაძველობა, რომელმაც ქვეყანა დაღუპა და თუ ჩვენ არ გადავალთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ საკუთარი რესურსით ამ პრობლემების გადაწყვეტაზე, ჩვენ ამის ზოგადად ამის გაკეთების საშუალებას არ მოგცემენ და პრაქტიკული მაგალითები გვაქვს. ჩვენ გვაქვს 50 წლის განმავლობაში პრაქტიკა, როდესაც თაობებს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ მათ ჰქონდათ რუსული განათლება და ეს არ იყო ის განათლება, რომელიც საკმარისი და საჭირო იყო ქვეყნის მართვისათვის. ჩვენ მივიღეთ და უკვე საკმაოდ ბევრი წლებია უცხო ქვეყნებში მიღებული განათლების მქონე ადამიანები მართავენ ქვეყანას, მაგრამ დამერწმუნეთ უფრო დახვეწილად თუ მნებენ სახელმწიფოს, თორემ ვერანაირად ვერ გეტყვით, რომ რაიმე ისეთი განსაკუთრებული ხდება. მე მიმუშავია როგორც კომუნისტების დროს არ მიმუშავია მართალია, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში 94 წლიდან მიმუშავე სისტემაში და სხვადასხვა სისტემებში ეს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეს იყო იუსტიციის სამინისტრო, ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა ვიცი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ისე გვიან და დამერწმუნეთ. აი შემიძლია რომ მეცნიერულად დავასაბუთო, რომ იმ დონის ნაძილული დამოკიდებულება, რაც 2003 წლიდან განხორციელდა, არც ერთ წინა ხელისუფალს ზოგადად არ ქონია. ასეთ შეურაცხყოფელ მდგომარეობაში არც ერთი სპეცსამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო და უკონტროლო და უპატრონო მდგომარეობაში არ ყოფილა. ერთი ის არის, აი ჩვენ წინა ტენდენცია გაუარესებაზეა თუ გაუმჯობესებაზე 2012 წლიდან. ნახეთ, ჩვენ ამ 9 წლის განმავლობაში პრაქტიკულად შეჯიბრებითობის პრინციპის არარსებობის გამო ვერ მივიღეთ ვერც ოპერატიული თანამშრომელი, ვერ მივიღეთ ვერც პროკურორი, ვერ მივიღეთ ვერც მოსამართლე და ამან არ შეიძლება აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ზოგადად დადებით ტენდენციებზე ვისაუბროთ. მათ შორის საერთოდ დადაბლდა და საერთოდ მოისპო საგანმანათლებლო პროცესი, რაც აუცილებელია ამ სისტემაში უკვე დასაქმების კანდიდატებისათვის. პრაქტიკულად ეს სისტემა მოშლილია და შესაბამისად არ არსებობს სათანადო საგანმანათლებლო პროგრამები და ეს იმას ნიშნავს, რომ აი ვერანაირად გაუმჯობესებაზე ვერ ვისაუბროთ. ანუ 2012 წლიდან კიდევ უფრო გაუარესდა სიტუაცია. ერთი ის მინდა ლევან ეს არის 2012-მდე შედეგი და შედეგი ყოველ შემთხვევაში არ გამოსწორებულა და ვერ გამოსწორდება. ჩვენ წინა კაი, შოთიკო, ეს თქვა გინდოდა? ერთი წინა გადაცემაში ყავდა სტუმარი, ყოფილი დეპუტატი ლევან პირველი, რომელმაც თავის დროზე მოყვა ის ისტორია, როგორ მიიღო საქართველომ კანონი, რომ შეერთებული შტატების, ესე იგი, სამხედრო და დაზვერვის თანამშრომელი თუ ჩაიდენს საქართველოში, ესე იგი, ნებისმიერ დანაშაულს ის არ ისჯება. ანუ ეს კანონი, რომელიც მიიღო ჩვენმა პარლამენტმა, რა თქმა უნდა, ალბათ ზეგავლენის ქვეშ და ზეწოლის ქვეშ, დღემდე მოქმედებს. ეს ხო არ არის ერთ-ერთი ის მიზეზი, რომ ჩვენ პრინციპში რეალურად ჩვენ სუვერენიტეტი არ აგვაქვს და ჩვენ მაგალითად არ შეგვიძლია დავსაჯოთ
ადამიანი, რომელიც ჩაიდნენ საქართველოში დანაშაულს, ან სადაზვერო საქმიანობას, ან შპიონაჟით არ დაკავებული, იმის გამო, რომ ესეთი რამეზე გვაქვს ხელი მოწერილი. კიდევ ერთხელ სამწუხარო რეალობას უბრუნდებით 18-21 წლებში. ზუსტად ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებებით გამოირჩეოდნენ დიდი ბრიტანეთის სამხედრო შეერაღებული ფორმირების წევრები. და სამწუხაროდ არც ერთი მათთაგანის დაჭერა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა არ მომხდარა, რაც რა თქმა უნდა იწვევდა დემორალიზაციას. მე სამწუხაროდ ვერ შევხვდი, მაგრამ ალბათობის მაღალი ხარისხი შესაძლებელია, რომ იმ დროსაც რაღაც გარკვეული დოკუმენტი, შეიძლება შიდა წარმოების დოკუმენტი არსებობდა. აქ ოფიციალური კანონია. ეს არის მე ამ კანონის შესახებ ყოველ შემთხვევაში თქვენდი ამ მსმენია აუცილებლად მოვიძევ ამ კანონს და შესაბამისად თუ იმ პერიოდზე, როდესაც ბატონ ლევანი საუბრობს, ეს კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო ხელშეკრულება თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ყოველ შემთხვევაში ნახეთ 2 წელს და ლევანი იყო ერთ-ერთი, ვინც ხმა წინააღმდეგია პირველი და მოუწყვეს ავარია და კინაღამ დაიღუპა იმ ავარიაში. გასაგებია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს პირთა წრე, ეს არის საკანონმდებლო ორგანო, ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სპეცსამსახურები, რომლებმაც ამ გადაწყვეტილების დადებითად გადაწყვეტაში მონაწილეობა მიიღეს. ანუ აგენტურა ყავს რეალურად ხელისუფლებაში, ხო? ნუ ესე ვთქვა, თუ ამას არ თვლიან, ჩავთვალოთ, რომ ვინც ეს მიიღო პრაქტიკულად მის საქმიანობაში ჩანს ჯარშური საქმიანობის ნიშნები. ესე იგი, ეს არის ქმედება უცხო ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ. აი საკანონმდებლო ურთიერთობა შეეხეთ და მე მოგისმინეთ თქვენ წინა ბლოგში რაზედაც ისაუბრეთ, აი თუნდაც ევროკავშირთან მიმართებაში. მე არა მაქვს ინფორმაცია და ალბათობის მაღალი ხარისხით არ არსებობს სრულიად საიდუმლო ან საიდუმლო გრიფით ქართულ სამეცნიერო წრეებში სპეცსამსახურების მონაწილეობით მეცნიერულად დამუშავებული ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების სარგებლიანობის შესახებ. ან უსარგებლობის შესახებ. აქედან გამომდინარე ეს არის წმინდა პროპაგანდისტული ქმედებათა რაღაც გარკვეული ციკლი, რომელშიც საქართველოს მონაწილეობს და რეალურად მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობისთვის უცნობია ან მოსალოდნელი სარგებლის, ან მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. ამიტომ ისიც კი არ არის გაანალიზებული იმ დონეზეც დარწმუნებული ვარ ხელისუფლებებს ისიც კი არ არის ცნობილი რომ ზოგადად ამ კავშირმა რა მოუტანა ამათვებს ხო ამიტომ რომ ჩვენ ვართ ყველა ერი არის განსაკუთრებული ყველა ერთს გააჩნია თავის ფსიქოლოგიური პორტრეტი რამდენად მორგებადი არის ის ჩვენი მახასიათებლებისთვის აი ამაზე საერთოდ ყურადღება არ არის გამახვილებული და სწორედ ამ პრინციპით მივდივართ სადღაც ბოლო 15-20 წელია და ისევ მიმბაძველობასთან გვაქვს საქმე და რეალურად ის კანონები თუ გადაწყვეტილებები, პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ პრაქტიკულად ეს არის მიმბაძველობა, რომელიც ვერ იქნება სასარგებლო. ბატონო და მე დავამატებდი რომ ამის ფონზე აი სრული არა მარტო სარგებლიანობის, ანუ სარგებლობის, ანუ მავნებლობის თვალსაზრისითაც არ არის კვლევა ჩატარებული, რა გაიარეს თქვათ პრიბალტიკის ქვეყნებმა ევროკავშირში შესვლიდან რა მავნებლობა მიიღეს დემოგრაფიული და ეკონომიკური და ასე შემდეგ, მაგრამ ამას ერთვის თან უბრალოდ ახალგაზრდების გამოშტერება და გამობრუება, ანუ რა მოდელია აქ რომ ისა უფროსები გვიგრძალავენ თავისუფალ სექსს და ნარკოტიკებს და ევროპაში ამის უფლებას გვაძლევენ და ამაში დაგვეხმარებიან და დაგვაფინანსებენ და ის უფროსი ვინც გვეუბნება რომ ამის შედეგად ჩვენ დავიხოცებით დეპრესიით, ოჯახობით, ვენერიული დაავადებებით და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტრაგედიებით, ხო, არის ჩვენ მტერი. აი ამ პრიმიტიულ მოდელზე არის აგებული მთელი ეს პროპაგანდა და უფროსები დუმან და თვალწინ ეღუპებიან მათი ახალგაზრდების შვილები და შვილიშვილები, ხო? და ეხლა აი ამ თვალსაზრისით ერთი კითხვა მინდა დავსვა კადრებთან მიმართებაში, რომელიც აქტუალურია არა მარტო უსაფრთხოების და უშიშროების ოფიცრებთან მიმართებაში და ანალიტიკოსებთან, არამედ ყველა სხვა სფეროში. ეგ ძალიან მწვავედ გვიდგას ეგ საკითხი მეცნიერების სფეროშიც, იმიტომ რომ მეცნიერები გაყარეს სამსახურიდან ჩარეცხეს და ამათმა გააგრძელეს ეგ პოლიტიკა ოცნებამ. თუმცა ნაკლებად აგრესიულად, მაგრამ ისეთივე მავნებლობით და დიდი არაფერი არ შეცვლილა რა, ხო და ჩვენ ყველამ ვიცით რომ როდესაც ადამიანის სისტემა მიდან გადის მეცნიერია თუ უშიშროების ოფიცერია
ის 1-2-3 წელი და მერე ფუჭდება. ანუ მას მერე კვალიფიკაცია უვარდება, мотиваცია უვარდება, ჯანმრთელობა უარესდება და რაღაცა ეტაპის მერე სამწუხაროდ მას ვეღარ დააბრუნებ როგორც ფასეულ კადრს, ხო? ეხა ბოლო 30 წლის განმავლობაში მეთოდურად მიდიოდა მათ შორის თავდაცვის თქვენი თქმის არ იყოს მეც ვიცი ეგა და უშიშროების სისტემებიდან პროფესიონალების გაყრა. მე ხა არ ვამბობ ღმერთად აგვიფაროს რომ ყველა ვინც დარჩა არ ვარ გაარაფრად, მაგრამ ესეთი ნეგატიური მოდი ესე დავარქვათ, გადარჩევის პროცესი მიდიოდა, სრული დეგრადაცია რა. თქვენი აზრით, აი თქვენ ახსენეთ, რომ ჩვენ ყავს სისტემის გარეთ უმუშევარი, ძალიან ბევრი კარგი თანამშრომელი, რაც მე მახარებს. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს პოლიტიკური ნების შემთხვევაში, რომ ადამიანების ვარგისიანი, ქმედითუნარიანი ნაწილის დაბრუნება მოხდეს სწრაფად და ოპერატიულად და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შიგნით ყოფი სპეციალისტების საბოტაჟი არ მივიღოთ, რომლებსაც არ ენდომებათ ამათი უკან შემოშვება და ამათთვის თქვათ ნაწილობრივ ადგილების დათმობა. აი ამის მენეჯმენტი როგორ უნდა გავაკეთოთ? ძალიან მარტივად. სამწუხაროდ, აი ძალიან ცუდ რაიმეს ვამბობ, რომ როდესაც ვამბობ, რომ ამის გაკეთება შეიძლება ძალიან მარტივად. არსებობს ელემენტარული კითხვარიც რო შეივსოს და აღებული იქნა სტატისტიკა სამსახურის შიგნით ძალიან მარტივად მოხდება ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა თუ რასთან მქონდა საქმე. ჩემდა სამწუხაროდ, როდესაც მე 2013 წელს უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მივბრუნდი, მე გარკვეულწილად დავინახე სპეცსამსახურების როგორც ტერორისტულ ორგანიზაციებს ჩვევიათ ხოლმე არალეგალური საქმიანობის ნიშნები. ესე იგი 9 წლიანი მმართველობა და იმ პრობლემებზე, რომელზედაც ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობთ, სწორედ განპირობებულია იმით, რომ რეალურად არ არსებობს ფაქტობრივი მასალები, სადაც გამოიკვეთებოდა პირთა წრე, რომლებიც ამა თუ იმ ორგანიზაციულ პროცესებს ახორციელებდნენ. რა თქმა უნდა, არსებობს რაღაც ნაწილი, მაგრამ ძირითადი ნაწილი აღრიცხვას არ ექვემდებარებოდა. სამსახურმა დაკარგა სახე. ოპერატიული საქმიანობა პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მარტივია ესეთი სტატისტიკის მოძიება და ამის შემდეგ მარტივი გასაუბრება ყოველგვარი ძალდატანების ეწოლის შეურაცხყოფის გარეშე და სწორედ ის წესიერი და პატიოსანი თანამშრომლები გახდებიან ის ადამიანები, რომლებიც რეალურ სურათს შესთავაზებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ რომ შექმნან ახალი სპეცსამსახური და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების სასარგებლოდ იმოღვაწეონ. იქნება ის პირები, რომლებიც ამ პროცესის ორგანიზებაში იყვნენ ჩართული და რომელთა იქ გაჩერება რა თქმა უნდა არ შეიძლება და ალბათ უნდა ვისაუბროთ ცოტა კიდე სხვა პროცესებზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ძალიან ცუდ რაიმეს ვამბობ, რო გითხრათ სიმართლე რა. ვსაუბრობ იმ თემებზე, სადაც პრაქტიკულად იკვეთება უცხო ქვეყნების სადაზვერვო ინტერესების შესაბამისი ქმედებების ორგანიზება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გარეთ უფრო მარტივია ამის გაკეთება, შიგნით უფრო მარტივია ამის გაკეთება, ვიდრე გარეთ, თუმცა არსებობს ამ შემთხვევაში ისევ გარკვეულ დონეზე უკვე, როდესაც სამსახურში ვითარება მოწესრიგდება, რომ უკვე გარეთ ყოფ ადამიანების სანდოობასთან დაკავშირებით უკვე იმ სპეცსამსახურმა მიეწოდოს ინფორმაცია იმ პირებს და პირთა ჯგუფებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ეროვნული უსაფრთხოების სისტემის გრადობის ჩამოყალიბებაში. დიდებული, მე მგონია რომ ეს ძალიან კაი დასაწყისია ჩვენი საუბრებისა, ბატონო დავით და შემდეგი საუბრისთვის მოდით ესე მოვიქცეთ. მე და შოთიკო ვეცდებით შევადგინოთ ის თქვა 2-3-4 შეკითხვა, რაც ამ საუბრის გასაგრძელებლად ჩვენ გვაინტერესებს, რომ თქვენც მოგცეთ საშუალება უკეთესად, ასე ვთქვათ, მოემზადოთ ამ საუბრისთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ბატონო დავით, რომ ჩვენი შეხვედრები და საუბრები გაგრძელდება და გისურვებთ მშვიდობიან მარხვას და ბედნიერ შობა ახალ წელს თქვენ და თქვენს ოჯახს და თქვენ თითოეულ სამეგობროს. დიდი მადლობა, იგივე სურვილები თქვენ დამით ყველასადმი და საზოგადოებისადმი. დიდი მადლობა.